კორუმპირებული ინსტიტუტების ჩამონათვალს ახალციხელთა უმრავლესობა სასამართლოს დასახელებით იწყებს. ადგილობრივები მიიჩნევენ, რომ ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენებმა მათზე ძლიერი გავლენა მოახდინა. დაბალი ანდობა მედიის მიმართაც. გამოკითხული მოსახლეობის ნაწილი ფიქრობს, რომ პრესა და ტელევიზია დამოუკიდებლობას ვერ ინარჩუნებს. ნაწილის აზრით კი მედია საშუალებების უმრავლესობა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ობიექტურად აშუქებს. საზოგადოების ნდობით სარგებლობს პოლიცია, რელიგიური და არასამთავრობო ორგანიზაციები. საზოგადოების პოზიტიურ განწყობას იმსახურებს საქართველოს საკანონმდებლო ორგანოც. სასამართლო არაობიექტურია, ეს რეალობა არის. მედიაც არაობიექტურია და პარლამენტი მეტნაკლებად ნდობა უფრო მეტი არის. წინა ხელისუფლებაში ფაქტიურად ყველაფერი კონტროლებადი იყო და ვიღაცის დავალების სასრულებდა. ეხლა დღეს მაინც მედიაც არ არის თავისუფალი. მეტნაკლებად თავისუფალია, მაგრამ იმ დონეზე არა როგორც უნდა იყოს. არ ვიცი, არ მაინტერესებს და არ ვერა იმასაც. რა ვიცი, ჩემი აზრით არ არის კორუფციული, სასამართლიანია სასამართლოს და ყველა სხვა უწყებაც. კორუფციული სასამართლო იყო, ეხლა როგორ მდგომარეობა, ნამდვილად არ ვიცი და საერთოდ ამბობდნენ, რომ კორუფციული. არაკორუფციულია მართლა მედია და რელიგიური, რა თქმა უნდა და პარლამენტზე ვერ გეტყვი რა ვიზამო. სასამართლოში არაფერი არ შეცვლილა, როგორც უყურებთ ტელევიზიით. უფრო მედიას ემხრობით. არა სამთავრებო არის უფრო, რომელსაც დაეყრდნობი. რა ვიცი, კორუფციული თვითონ იურიდიულ საპარლამენტოს მივანიჭებული უპირატესობას და არაკორუფციული რელიგიური და არასამთავრობო ორგანიზაციას. მე ვთვლი, რომ რელიგიური ინსტიტუტები, ანუ რელიგიური მე პირადად მართლმადიდებლური მაქვს მხედველობაში, ვთვლი, რომ უფრო სამართლიანია, კორუფცია არ უნდა იყოს იქ, სადაც სამართალზეა საუბარი. არავითარ შემთხვევაში სასამართლო გადაწყვეტილება ეს უნდა იყოს უშუალოდ კანონის ფარგლებში ჩატეული, რაც კანონს დაამყარებს. მიჭირს თქმა, წმინდანი არც ერთი არ არის. არა, წმინდანი არც ერთი არ არის. არავით არის სასამართლო, არავით არის პარლამენტი, იმათ არასოდეს არ მოქონდათ ხალხისთვის სასარგებლო ნორმატიული აქტები. ქვეყანაში ყველაზე კორუმპირებული ინსტიტუტების გამოსავლენად არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს კვლევა ჩაატარა. 1000 გამოკითხულიდან 51 მიიჩნევს, რომ საქართველოში სასამართლო ყველაზე კორუფციული ინსტიტუტია. სასამართლოს შემდეგ მაღალი მაჩვენებელი 42% მედიის მისამართით დაფიქსირდა, ხოლო 34% პარლამენტის მიმართ. აღნიშნულ კვლევას მასმედიის წარმომადგენლებიც ეხმაურებიან. ჟურნალისტები ასეთი მაღალი მაჩვენებლის მინიჭებას არ ელოდნენ. მედიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ კვლევის შეფასებისას აუცილებელია ცნობილი იყოს როგორ ფორმულირდა დასმული კითხვა. ჩვენს მედიას ბევრი რამ შეიძლება დაუწუნოთ, ბევრი რამ შეიძლება დააუბრალოთ და ბევრი პრეტენზიაც გქონდეს მის მიმართ, მაგრამ ასე კორუმპირებულს ნამდვილად ვერ უწოდებთ. ამიტომ ჩემთვის საინტერესო იქნებოდა, რომ მენახა დავუშვათ როგორ იყო კითხვა ფორმულირებული, დავუშვათ როგორი კითხვა დაისვა გამოკითხულებისთვის, რა კითხვას უპასუხეს მათ. ასევე საინტერესოა დავუშვათ სიტყვა კორუფციის გაგება როგორია იმ ადამიანებისთვის, თქვათ, ვინც ამ გამოკითხვას უპასუხა, იმიტომ რომ კორუფცია თავის ტრადიციული გაგებით გრთამის მიღება, გაცემა ბუნებრივია, ეს შეიძლება ყველაზე ნაკლებად უკავშირდებოდეს ქართულ ინსტიტუტებს შორის სწორედ მედიას. საინტერესო არის კვლევის მეთოდოლოგია, თუმცა მე ამას არ აღვიქვამ ამ მაჩვენებას, როგორც პირდაპირ აღქმას, რომ მედია და ჟურნალისტები იღებენ თანხას გარკვეული მომსახურების სანაცვლოდ. მგონია, რომ აქ მეტი დასკვნებია გამოსატანი თვითონ მედიის მხრიდან, რომ ნდობის მაჩვენებელი, რომელიც არც თუ ისე მაღალია და პრინციპში მსგავსი არის ამ კორუფციის მაჩვენებელთან, კორუმპირებული ინსტიტუტის მაჩვენებელთან ერთად აი ამის მსგავსია, ჩვენ შეგვიძლია ეს უფრო დავადაბლოთ და გავზარდოთ ნდობა აუდიტორიაში, თუ ჩვენს საქმიანობას უფრო კრიტიკულად მივუდგებით. არასამთავრობო ორგანიზაცია ერთსულოვნება საზოგადოების უფლებებისთვის ხელმძღვანელი ქეთევან ხმალაძე მიიჩნევს, რომ საზოგადოების მსგავსი დამოკიდებულება სასამართლოს მიმართ მოსალოდნელი იყო. მისი თქმით, გასულ დღეებში ბორჯომის პოლიციის ყოფილი უფროსის გათავისუფლების ფაქტი სასამართლო უწყებაში არსებული კორუფციის ნათელი მაგალითია. ერთსულოვნების ახალციხის ორგანიზაციის თავმჯდომარის გაოცება პარლამენტის კორუმპირებულობის საკითხმა გამოიწვია. ქეთევან ხმალაძე ამბობს, რომ აღნიშნული მაჩვენებელი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. თუ ჩვენ გავიხსენებთ რამდენიმე დღის წინ მომხდარ მოვლენებს, რაც სასამართლო სტრუქტურაში მოხდა და რაც კუბლაშვილის სტრუქტურაში მოხდა, უხეშად რომ თქვათ, მე მგონი ეს არის ერთ-ერთი ყველაზე კარგი მაგალითი იმისა, რომ მოსამართლე გაიყიდა კიდევ და კიდევ და თქვენ როგორ ფიქრობთ, ეს კორუფცია არ არის? თუნდაც 1 წლის უკან შეიძლებოდა რომ ამხელა პროცენტულობა აიღო პარლამენტის კორუმპირებულობის საკითხს.
და არც არავის არ გაუკვირდებოდა, მაგრამ დღევანდელ დღეს მე მაპატიეთ, მაგრამ ძალიან მაოცებს ეს პროცენტული რაოდენობა და აი აქ მომეცით უფლება რომ დავტოვოთ დიდი კითხვის ნიშანი. კვლევის შედეგები შეაფასა არასამთავრობო ორგანიზაცია დემოკრატ მესხთა კავშირის ხელმძღვანელმა. გია ანდღულაძე მიიჩნევს, რომ კვლევისას მოსახლეობის აზრზე დიდ გავლენას ახდენს იმ პერიოდში არსებული რომელიმე ინსტიტუტის პიარი ან ანტიპიარი. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია იმ პერიოდში ქვეყანაში არსებული მდგომარეობა და საზოგადოების განწყობა. რაც შეეხება მედიას, დემოკრატ მესხთა კავშირის ხელმძღვანელის თქმით, ოპოზიციური და სახელისუფლებო ორგანოების პრესასა და ტელევიზიებზე ზეგავლენამ გამოიწვია ის, რომ საზოგადოებამ მედიის მიმართ ნდობა დაკარგა. გადამწყვეტი როლი მაინც ითამაშა მედიის ჩემად და შენად, ჩვენად და დაუშვათ სხვისად გაყოფამ, როგორც ხშირად არის ხოლმე საუბარი, ეს როგორც ოპოზიციური, ასევე სახელისუფლებო წრეების წარმომადგენლების მხრიდან და ამ კუთხით მოსახლეობა შესაძლოა, მოსახლეობა ფიქრობს, რომ რახან ტელევიზიები კონკრეტული ადამიანების კონკრეტული ჯგუფების ინტერესებს ემსახურებიან, ისინი ამ კუთხით თვლიან კორუფციას, აი ზუსტად ამ მედიის გაყოფამ და იმ პიარმა, რომელიც დღეს არის საქართველოში, ან ანტიპიარმა, ესე ვთქვათ, მქონია გავლენა გამოკითხვებზე. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს გლობალური კორუფციის ბარომეტრის კვლევის თანახმად ყველაზე არაკორუმპირებულ ინსტიტუტად საქართველოში ეკლესია, სამხედრო და არასამთავრობო სექტორი დასახელდა. გამოკითხულთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 91% რელიგიურ ორგანიზაციებს არაკორუმპირებულად მიიჩნევს. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს აღნიშნული კვლევა 2012 წლის სექტემბრის თვეში ჩაატარა. ორგანიზაცია მსგავს გამოკითხვას მსოფლიოს 107 ქვეყანაში აწარმოებს.